თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. მოგესალმებით, მეგობრებო, გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ რომ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული, მენდა თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩვენ უკვე 101 გადაცემაა ეს გადაცემა, დღევანდელი გადაცემა და 101 გადაცემაში, 100 გადაცემაში ყველა გადაცემას ვიწყებთ ამ ფრაზით. და ეს მართლაც ასეა, საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული. ეს არის ფაქტია ეს, იმიტომ რომ თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა, მართლა იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. დღეს საღამოს შემოდის ძველი ახალი წელი და მე მინდა თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს მეულოცო ახალი წელი, ხვავის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თითოეული ჩვენგანისათვის, მთელი საქართველოსათვის. ყოფილიყოს მატების, გამრავლების და გამთლიანების წელი ყოფილიყოს. სიყვარულის წელი ყოფილიყოს და სიყვარულით გვეშენებინოს ეს ქვეყანა, ვინაიდან მე კიდევ ვამბობ, მტრობა ანგრევს, სიყვარული აშენებს და სიყვარულით აშენებულ ქვეყანას გავერთიანდეთ და ერთიანი ძალით ავაშენოთ ეს ქვეყანა, ეს არის ყველაზე კარგი. ყველაზე კარგი, ამაზე კარგს ჩვენ არაფერს და ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი გადაცემა არის სამეფო კლუბის, საქართველოს სამეფო კლუბის გადაცემა, რომელიც გადის YouTube არხზე, საქართველოს სამეფო კლუბის საქართველოს ისტორიული გვარები. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი ლევან ბერაია. სამწუხაროდ ძალიან გვაკლია ჩვენ ვალერი ხიმშიაშვილის ესე იგი დღეს საათმოღაც ცოტა შეუძლოთ გახლავთ და ალბათ მალე ჩაგვერთვება ისევე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს გავეთიშეთ, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვაგრძელებთ იმ საქმეს, რასაც საქართველოს ისტორიული სიყვარული ქვია, ისტორიის სიყვარული ქვია სახელი და რასაც თითოეული ჩვენგანის და თქვენგანის გვარის სიყვარული ქვია სახელი. ეს გადაცემები საკმაოდ პოპულარული გახდა, ახლა ჩვენ გავაკეთეთ TikTok გვერდი გავაკეთეთ, სადაც ძალიან დიდი, ესე იგი, სადაც მილიონსაც და უკვე ჩვენი ნახვები და ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და აინტერესებს თავიანთი გვარის ისტორია. ჩვენც მეტნაკლებად ახლა სამწუხაროდ რა არის, სასიამოვნოთ, ესე იგი, ესეთი ის არის რა, ფაქტია, რომ ესე იგი ყველას ერთდროულად უნდა თავის გვარის ისტორიის გაცნობა და ამის საშუალებას ჩვენ ესე იგი ფორმატი არ გვაძლევს და არც დრო არ გვაძლევს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხართ და ესე იგი ჩვენ ამას ვერვერებით, ასე ვთქვათ რა. ჩვენ გვაქვს, ესე იგი, შეგვიძლია ასეთი შემოგთავაზოთ სერვისი, თუ თქვენ ჩვენ რაც გვაქვს, ზაგვარები რაც გვაქვს, ჩვენ ახლა ვაკეთებთ ბაზას, ეს იქნება ელექტრონული ბაზა იქნება, სადაც ესე იგი თითოეულ თქვენგანს შეიძლება, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული საფასურის იქნება რაღაც საკმაოდ მიზერული თანხა იქნება, ეს არ იქნება ესეთი თანხა, რომელსაც თქვენ ვერ შეწყვეტებით და ვერ გაწყვეტებით და აი ამ ბაზის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ თქვენი გვარის ზედაპირული ისტორიის გაცნობა. თუ გაინტერესებთ შემდეგ უკვე სიღრმისეულია, სიღრმისეულს მე უკვე სხვა გააჩნია სიღრმისეულს მე ვეძახის რაღაც დაახლოებით 15, 20, 25, 30 გვერდისგან შემდგარი ისტორია, რომელიც ფუნდამენტური ისტორია და მას რა თქმა უნდა შრომა ჭირდება და ყველა შრომას ანაზღაურება უნდა და რა ვიცი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ისე დანარჩენი ახლა რასაც
ტელევიზიით, ჩემი გადაცემებით და დავუშვათ TikTok-ზე რასაც გაცნობთ ეს რა თქმა უნდა ეს თქვენთვის მიჩუქნია და რაც მაგ კიდე გვარები კიდე ხო გეუბნებით კაც ძალიან ბევრ ადამიანს იმისთვის გვარების გარდა ჩვენ ვაკეთებთ კიდე შეგვიძლია გერბების დამზადება აი ჩემი მეგობარი და ჩემი ასე ვთქვათ კოლეგა და ჩემი პარტნიორი სამეფო კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეფო კლუბის ერთ-ერთი ძველი წევრი დავით კლდიაშვილი, ბატონი დავით კლდიაშვილი, რომელიც არის ძალიან დიდი ჰერალდიკოსია და აი დავით კლდიაშვილთან ერთად ჩვენ შეგვიძლია გერბი, ოღონდ გერბი შეგიქმნათ ნამდვილი გერბი და ნაღდი გერბი და არა ესეთი გერბი, რომელიც დღეს სოციალურ ქსელებში და ვიღაცები აკეთებენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი აკეთებს ამას და არასწორად აკეთებენ ამ ყველაფერს და ეს არის ძალიან ცუდი. ეხლა თუ თქვენ ეცნობით დავუშვათ ევროპულ გერბებს და ევროპულ ჰერალდიკას, იქ სხვა ტენდენციები და სხვა მიმდინარეობები და სხვა მიმართულებებია, რომელიც მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ზოგიერთები აკეთებენ რა, გერბის მაგვარი რაღაცას აკეთებენ, რომელსაც გერბთან არანაირი კავშირი არ აქვს საერთოდ. ამიტომ თუ გაინტერესებთ გერბების დამზადება, მოგმართეთ ჩვენ და ჩვენ დაგეხმარებით გერბების შექმნაში. ეს რაც შეეხება წინა რაღაც პატარა შესავალი გავაკეთე, დღეს რა თქმა უნდა ორ გვარს წარმოგიდგენთ. ძალიან ბევრი ადამიანი ერთი რამ არის კიდე, რომ ესე იგი ძალიან ბევრი ადამიანი არასწორად გებულობს ბევრ რაღაცას. მე ერთი გადაცემა მინდა მიუძღვნა საერთოდ აი იერარქიულ სტრუქტურებს, რა არის იერარქიული სტრუქტურა, როგორ იყო საქართველოში იერარქიული სტრუქტურა სხვა პერიოდში, სხვადასხვა, ну, ბევრი ძალიან დიდად განსხვავებული არ იყო, მაგრამ პატარა ნიუანსები არის. სხვა ეპოქაში სხვადასხვა რაღაც ნიუანსები ჰქონდა, განსხვავებული ნიუანსები. ეს მონღოლებმა ძალიან ბევრი დიდი კვალი დააჩინეს ამ ყველაფერს, შემდეგ ირანელებმა, სპარსელებმაც ძალიან ბევრი დიდი კვალი დააჩინეს ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე რაღაცები იცვლებოდა, მაგრამ ძირითადი მაინც რაც იყო ის დარჩა ის ძალიან ბევრი მეკამათება და არ დავიღლები ამის კამათში იმის მტკიცებით, რომ საქართველოში პატრონყმობასა და ბატონყმობას შუა რაღაც გაჩხერილი რაღაც ის იყო, რა ქვია, იერარქია იყო, რაღაცა სტრუქტურა იყო, რომელიც არც პატრონყმული იყო და არც ბატონყმური არ იყო, უბრალოდ პატრონყმობიდან არ იყო ბოლომდე გამოსული და ბატონყობა ჯერ კიდე ბოლომდე არ იყო, ესე იგი ბატონყობაში გადასული. რაღაც იყო საშუალო ამ შორის და უფრო პატრონყმული იყო, ვიდრე ბატონყმული. ხო და აი ეს ამის ნათელი მაგალითია, თუ თქვენ გაეცნობით აი ჩვენს სამართლის ძეგლებს, დავუშვათ აი აღმუღას სამართალი არის ვახტანგის სამართალი, სადაც აი გაწერილია ესეთი კანონებია გაწერილი, რომელიც დღევანდელობასაც კი შეშურდება და არა მარტო საქართველოს, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანასაც შეშურდება ესეთი კანონები და ესეთი წესები იყო. და ყველაფერს თავი დავანებოთ აი ევროპაშიც და რუსეთშიც იყო ძალიან მკაცრი კრეპოსნიკული, ანუ ბატონყმური ურთიერთობა დამოკიდებულება იყო ძალიან მკაცრი და ძალიან სასტიკად ექცეოდნენ დაუშვათ მის ყმებს და გლეხებს და საქართველოში ეგეთ რაღაცა, რა თქმა უნდა, როგორ არ იყო, ყველგან იყო და ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება კიდეც, აწიც იქნება, მაგრამ ძირითადად არ იყო ასე, არ იყო, იმიტომ რომ ამ ყველაფერს კანონი არეგულირებდა და კანონი და ეს წესი და რიგი არეგულირებდა, რაც სამწუხაროდ დღეს არ აგვაქვს ჩვენ დავკარგეთ, ყველაზე მთავარი რაც დავკარგეთ დღეს ჩვენ ეს არის წესი და რიგი, რომელიც აღარ აგვაქვს. და ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ თავისი წესი და თავისი რიგი იცოდნენ. ყველა მიცოდა თავადმაც, იმ აზნაურმაც და იმ გლეხმაც იცოდა თავისი წესი და რიგი და იმ თავის და წესი და რიგს არასოდეს არ გადადიოდა. და როცა არ გადადიხარ და როცა შენ იცავ შენს წესსა და რიგს, მაშინ იქ წესრიგი, სწორედ აქედან მოდის სიტყვა წესრიგი.
და აი ამ წესრიგის აი მომწესრიგებლების სწორედ ეს თავად აზნაურობა და გლეხობა იყო, რომლებიც თავიანთ ფენაში და თავიანთ იმაში, ესე იგი ძალიან კაცრად იცავდნენ ამ ყველაფერს და არ არღვევდნენ და როცა ესეთი რაღაცა ხდება, იქ ყოველთვის არის წესი და რიგი, სადაც არის, ყოველთვის არის წესრიგი. ამაზე მე ცალკე ერთი გადაცემა მინდა რომ დავუთმო, ალბათ საინტერესო იქნება რა არის გლეხი, რა არის ბოგანო, დაუშვათ რა არის ხიზანი, რა არის მსახური, რა განსხვავება იყო მსახურსა და გლეხს შორის, განსხვავება იყო მსახურსა და აზნაურს შორის, რა არის აზნაური, რამდენი სახის აზნაური არსებობდა, რა იყო თავადები როგორი ყოფოდნენ დიდებულები და აი ეს ასეთ რაღაცებზე მინდა რომ გესაუბროთ, ალბათ შეიძლება შემდეგ გადაცემას კი მეუძღვნა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემა არის ეს ერთი და მეორე ადამიანთა ესე იგი ძალიან დიდმა რაოდენობამ ამის შესახებ არ იცის, ფაქტურად არაფერი არ იცის და მინდა რომ გავარკვიო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად კერძო საუბრებშიც მიწევს ადამიანებთან, ესე იგი ამის მტკიცება, რომ ესე იგი ეს ასე არ იყო, როგორც დავუშვათ თითოეული ადამიანი და ნებისმიერ ვიღაც ადამიანი, დავუშვათ წარმოაჩენს რაღაც კონკრეტულ რაღაც მაგალითები მოყავს, არასწორი მაგალითები, რომლებიც არასწორად გაიგეს. ხო და აი ეს ამაში რო ცოტა ისო არ მოხდეს, რა ქვია, თანხმდრაში რო ვიყოთ უпростоრად, ესე იგი იმ ისტორიებს, რასაც მე თქვენ წარმოგიდგენთ, თანხმდრა რო ხდებოდეს, ესე იგი რაც სწორად რო გავიგოთ, ამა თუ იმ გვარის ისტორია, ამიტომ საჭიროა ესეც ვიცოდეთ. ეს თუ არ ვიცით, მაშინ გვარის ისტორიას ვერ გავიგებთ. ეს არის ფარატინა ქაღალდია, რომელიც შეიძლება წააკითხო და აზრი ვერ გამოიტანო აქედან. ამიტომ ესე იგი ის ცოდნა უნდა გქონდეს, ელემენტარული ცოდნა, რომ ეს გაიგო. ესე იგი წაკითხვა არ არის მთავარი, ამოკითხვა მთავარი, სწორი ამოკითხვა მთავარი და სწორად გაგება ამა თუ იმ დოკუმენტის. თუ ჩვენ ეს გვეცდენება როგორ უნდა წავიკითხოთ სწორად დოკუმენტი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას გავიგებთ. ეხლა თავი რო არ შეგაწყინოთ ძალიან ასეთი საუბრებით, ეხლა მინდა გადავიდე სულ დღეს ორ გვარს გაგაცნობთ დღევანდელ დღეს. ეს არის ნიქაბაძეების და ქომეთიანების გვარია. მოდი ნიქაბაძეებიდან დავიწყოთ. ეს გვარი ეტიმოლოგია და ფორმების საკითხი, ესე ისტორიული გენეალოგიური ნარკვევია ეს გაკეთებული მაქვს. მე და ვალერი ხიმშიაშვილი ეს მუშაობთ, ჩვენ ამ გვარებზე მუშაობთ, გვაქვს რამოდენიმე მონოგრაფია გვაქვს გაკეთებული, რამოდენიმე წიგნების ავტორებიც ვართ და აი ასეთ ფორმით ვაკეთებთ. ეხლა ამას და მე მიჩვენია საერთოდ წაგიკითხოთ ხოლმე ეს ყველაფერი, ვიდრე დაუშვათ, ვიდრე მოყოლით შეიძლება ყველაფერი ვერ გაიხსენო ადამიანმა და ამიტომ კითხულობ ხოლმე. აი ეს გვარიც ახლა ნიქაბაძეც, ანუ ნიქაბაძე ეს ორივე ერთდაგები მითია წარმოდგენილი, ეს არის ჩემი და ვალერი ხიმშიაშვილის, ასე ვთქვათ, შემოქმედება. გვარი ნიქაბაძე ონომასტიკურად უკავშირდება წინარე ფორმას მიქაბაძე. ორივე გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნიქაბა, ანუ მიქაბა, რომელიც ძველ ქართულ ანთროპონიმიკაში დამოუკიდებლად ფიქსირდება. ფონეტიკური თვალსაზრისით ფორმათა ცვლა, მიქაბა, ნიქაბა ბუნებრივ პროცესად უნდა ჩაითვალოს, რაც ქართულ გვარებში ხშირია და რეგიონალურ დიალექტურ განსხვავებას ასახავს. გვართქმნის სუფიქსი ძე დასავლეთ საქართველოს დამახასიათებელ ძველ პატრონიმულ მოდელს მიეკუთვნება. მე-13 საუკუნეების სასახლე სიგელები და სოციალური სტატუსი. ნიქაბაძეების საგვარეულო ისტორია წელობით წყაროში იწყება მე-13 საუკუნიდან. დაახლოებით 1251 წელს აფხაზთა მეფე დავით ნარინმა ნიქაბაძეებს უბოძა სასახლე სიგელი, რომელშიც ისინი მოხსენებული არიან როგორც გელათის წინამდეგი და ყმანი და ცნობა მიუთითებს მათ სამართლებრივ სტატუსზე და გელათის მონასტერთან დამოკიდებულებაზე. დაახლოებით 1325 წელს აფხაზ იმერეთის მეფე გიორგიმ კვლავ დაუმტკიცა ნიქაბაძეებს სასახლე სიგელი. ამ სიგელში ნიქაბაძე მოხსენებულია ჩხეტიძის ყმად, რაც გვარის ფეოდალურ იერარქიაში ჩართულობას ადასტურებს. დოკუმენტში ასევე იხსენიება გვარები ჩხეტიძე და ხევანიძე.
აღნიშნული ორი სასწრო სიგელი წარმოადგენს გვარის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს და ადასტურებს მის არსებობას და სამართლებრივ დაცულობას შუა საუკუნეებში. გვარი ნიქაბაძე ფიქსირდება, ესე იგი, მე-15-მე-16 საუკუნეების ნასყიდობის აქტებშიც. ნიქაბაძე ივანია მოხსენებულია დავით სამსონიშვილის მიერ შალვა შერაზადიშვილისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნში მოწმედ. ამ პერიოდის მასალები მოწმობს გვარის წარმომადგენელთა მონაწილეობას მიწათმფლობელ და სამართლებრივ ურთიერთობებში. 1568 წელს იხსენებია ნიქაფაძე ნასყიდაი ცხუნკურის ცხოვრები, რომელიც გიორგი მეფემ შეწერა გელათის მონასტერს. 1669-1673 წლებში ფარცხანაყანებში მცხოვრები ნიქაბაძეები ფიქსირდებიან ბიჭვინთის ღვთისმშობლის მონასტრის საბუთებში. გაბრიელა ნიქაბაძის შანში ამირეჯიბის მიერ შეწირული ეკისრებოდა ღვინის ვალდებულება. მიქელა ნიქაბაძე ანალოგიურად შეწირული ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიას განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო გადასახადებით. 1784 წელს სვირის წმინდა გიორგის ეკლესიის შეწირვების წიგნში მოხსენებულნი არიან მიქაბაძე გოგიტელი და მიქაბაძე ესე იგი ბერიკელა. ისტორიულად მიქაბაძეები და ნიქაბაძეები დასახლებულები იყვნენ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში ვარძია, ოფშკვითი, სვირი, ქვიტირი. თანამედროვე დემოგრაფიული მონაცემებით საქართველოს ცხოვრობს დაახლოებით 1974 მიქაბაძე, მათ შორის ქუთაისში არის 596, წყალტუბოში 440, ზესტაფონში 276 და სხვაგანაც არიან. ნიქაბაძეების გვარს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაშიც. იოსებ ნიქაბაძე არქიდიაკონი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის უხუცესი არქიდიაკონი, გარდაიცვალა 2023 წელს. დაკრძალულია წმინდა საბა განწმენდელი სახელობის მამათა მონასტრის საძმო სასაფლაოზე. და ნინო ნიქაბაძე იღუმენია, რომელიც 2025 წლის მდგომარეობით ქუთაისსა და გაენათის ეპარქიაში მოღვაწეობს. შოთა ნიქაბაძე დეკანოზი 2025 წელს ხადასმული მსახურობს თემკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და აქვს ჯილდოთა აქვს მიღებული ოქროს ჯვარი. ეს არის ნიქაბაძეების ესე იგი გვარის ისტორია გაგაცანით. ეხლა მინდა კომეთიანების გვარიც გაგაცნოთ. კომეთიანების გვარი არის ეტიმოლოგია ქართული ონომასტიკის ერთ-ერთი გამორჩეული და სპეციფიკური შემთხვევას წარმოადგენს. გვარის ფორმა სუფიქსით იანი აშკარად მიუთითებს დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონზე, ლეჩხუმსა და სვანეთზე, სადაც აღნიშნული სუფიქსი ტრადიციულად აღნიშნავს კუთვნილებას, წარმომავლობას და სადაურობას. ყველაზე სარწმუნო და დოკუმენტურად გამყარებული ვერსიის მიხედვით გვარის ფუძე უკავშირდება ტოპონიმს ქომეთი, რომელიც ლეჩხუმში მდებარეობს. კერძოდ ქაგრის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფელი ქომეთი, რაც საფუძვლებს იძლევა, რომ ქომეთი ანი ნიშნავს ქომეთიდან წამოსულს, ქომეთის მკვიდრს. მსგავსი ტოპონიმური წარმოშობა დამახასიათებელია ლეჩხუმ-სვანური გვარების უმნიშვნელოვან ნაწილისათვის. ნაკლებად გავრცელებული ვერსია გვარის ფუძე უკავშირდებოდეს მეგრულ სიტყვას ქომი, რომელიც ძლიერს მამას აღნიშნავს, თუმცა არსებული ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა უპირატესობას ანიჭებს სწორედ ტოპონიმურ წარმომავლობას. კომეთიანების საგვარეულოს ისტორიული სამშობლო უკავშირდება ლეჩხუმს, განსაკუთრებით საგერეს რაიონის სივრცეს. აქ გვარი ფიქსირდება მრავალ სოფელში: ალპანა, აღვი, ბადნალა, ლასურიაში, ლესინდი, ნაყურალეში, ოფიტრა, ოყურეში და ქულბაქი, ცაგერში, ცხუნკურში და ბევრში. მოკლედ შევუდგები ახლა ამის ჩამოთვლას. ისტორიული ეთნოგრაფიული მონაცემების მიხედვით კომეთიანების ნაწილი სხვა პერიოდში მიგრირდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს მიმართულება. ეთნოგრაფიული მასალის თანახმად კომეთიანების წინაპრები სამეგრელოში გვარად კომეთავები იყვნენ. ეს არის თოფჩიშვილის ვერსია. ეს თოფჩიშვილი ამას მაშვება რა ქვია როგას იყვნენ სოფელ დუდღვაბურიდან გადმოსულან ლეჩხუმის სოფელ აღვში. გადმოცემის მიხედვით მიგრაცია უკავშირდება ფეოდალურ კონფლიქტს, რის შემდეგაც წინაპარი ლეჩხუმში ბატონ ახვლედიან შეფარვია. სამეგრელოში კომეთიანი მოგვიანებით ქმნიან კომპაქტურ დასახლებას სოფელ მუხურში. დაახლოებით 28 კომლი და ნაფიჩხოვში დაახლოებით 3 კომლი. ეს დასახლებები გვარის შიდა მიგრაციულ დინამიკას, ნათელი მაგალითს წარმოადგენს. კომეთიანები ფიქსირდებიან აგრეთვე იმერეთში,
მათ შორის ვარძიაში და წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ლეჩხუმ-იმერეთის ისტორიულ კავშირს ეხმიანება. კომეთიანები ისტორიულად მოიხსენიება არიან როგორც თავისუფალი მიწათმოქმედი ხალხი, ანუ გლეხები და მეომრები. ლეჩხუმის საზოგადოებრივ სტრუქტურაში ისინი არ წარმოადგენენ ყმაგლეხურ ფენვას კლასიკური გაგებით. არამედ ეკუთვნიან თავისუფალი მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელიც ადგილობრივ თავადებისადმი პირობით ვალდებულებებს ატარებდნენ. საგარეო გადმოცემების და ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით კომეთიანები აქტიურად მონაწილეობდნენ ლეჩხუმის ციხე-სიმაგრეებისა და გზების დაცვაში. აღნიშნული ფუნქცია დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში სოციალური ავტორიტეტის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით კომეთიანების საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 854 სულს. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფიქსირდება ქუთაისში 147 სულით, ცაგერში 151 სულით და წყალტუბოში 130 სულით. გვარი გავრცელებულია ლეჩხუმში, იმერეთის სამეგრელოსა და აჭარის მიმდებარე სივრცეებში. გამოჩენილი პირები ამ გვარიდან საგვარეო ისტორიაში მოხსენებულები არიან, როგორც სამხედრო სამეცნიერო და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. შალვა კომეთიანი აფხაზეთის ომში დაღუპული, გარდაიცვალა სოხუმში. დაბადებული იყო სოხუმში. აკაკი კომეთიანი აფხაზეთის ომში დაღუპული, გარდაიცვალა სოფელ კოლხიდაში. პეტრე კომეთიანი აკადემიკოსი, ქიმიკოსი წარმოშობით სოფელ მუხურიდან ჩხოროწყი. მოკლედ ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი გვარია, როგორც ყველა გვარი საქართველოში და როგორც თითოეული ჩვენი და შენი და ჩვენი წინაპარი და ჩვენი გვარები, ყველა გვარი საქართველოს, იმიტომ ვამბობ და იმიტომ ვიმეორებ, სულ საქართველოში ყველა გვარი არის ისტორიული. რა ვიცი, აბა თუ კაი გამოგვიდა გადაცემა, ჩვენ ცოტა მოვადუნეთ ამ ბოლო დროს YouTube-ზე ჩვენი გადაცემებს იმდენად აღარ ვაქცევთ ყურადღებას ერთი შეხედვით, მაგრამ ეს ასე არ არის, რაღაც გარკვეული მიზეზები, სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს და ეხლა ვაპირებთ უკვე ძალიან აქტიურად და ინტენსიურად ჩავერთოთ ისევე და გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემები არა მარტო გვარებზე, არამედ ჩვენ გვაქვს კიდე სამეფო კლუბს აქვს საუბრები მონარქიაზე, რომელიც ძალიან გვაინტერესებს და ძალიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ ის, რომ საქართველოში დამყარდეს სახალხო კონსტიტუციური მონარქია, რომელიც იქნება ჰორიზონტალური იქნება და არ იქნება წოდებები და რაღაც როგორც დავუშვათ ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. მოკლედ ეს იყო ის, რაც უნდა მეთქვა, ძალიან დიდი მადლობა და ყურადღებისათვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენი თხოვნა არის, ჩვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი. მომავალ შეხვედრამდე და ისე გილოცავთ ამ საღამოს ახალი წელი შემოდის, ძველი ახალი წელი და ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი და ხვავის და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს და განთლიანების და გამრავლების წელი ყოფილიყოს მთელი საქართველოს. მადლობთ ყურადღებისათვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავ დღეს მოსრებივა